დემოკრატიის დროს თუ რაღაცა გადაზღვევები არსებობდა, მეფობის დროსაც არსებობდა რაღაც გადაზღვევები, მაგალითად შენ ხარ მეფე. აი, ხარ ბიძინა რა, თქვათ. ოღონდ ადრე. ერთპიროვნული მმართველი ხარ იმ დროს, ერთპიროვნული მმართველი ხარ დღეს. იმ დროს ერთპიროვნული მმართველი როცა ხარ, ქვეყანას უყურებ როგორც შენ საკუთრებას. ეს მეფე ეს ქვეყანა ბაგრატოვანთა საკუთრება იყო. კი. და შესაბამისად ის მეფე ამას უყურებს როგორც თავის საკუთრებას, როგორც თავის შვილისთვის დასატოვებელ დოვლათს, ესე რომ წარმოვიდგინოთ. რომელიც რავი სახლს უტოვებს შენ შვილს, მანქანას, ბიზნესს უტოვებს. ყველაზე კარგი შედარებაა, რომ ბიზნესს უტოვებს საკუთარ შვილს. ბიზნესი არის ამ შემთხვევაში ცოტა უცნაური ხალხს ძარცვა, ანუ ხალხის ძარცვის ბიზნესი არის შინაარსობრივად, მაგრამ ეს ბიზნესი შენ გინდა რომ შენ შვილს გადასცე, შენი სტიმული არ არის რომ მოდი ახლა ყველა დედაუტირო ყველაფერს, ყველაფერი გამოხრა, რაც შეიძლება წამოიღო და ნუ ხალხი გააღატაკო, ანუ ხალხს რავი ისეთი არა, პირიქით შენი სტიმულია რომ გრძელვადიანად იმუშაოს. შენი სტიმულია რომ შვილებსაც დაუტოვო მემკვიდრეობა, ანუ როგორც საკუთარ სახლს ადამიანი მოხუცი როა და რო იცის რომ მალე მოკვდება არანადგურებს, არამედ შვილს უტოვებს პირიქით ბოლო წუთამდე ცდილობს რომ თხე დარგოს, რომ შვილებს გაახსენდეთ, რომ რაღაცა ის ამ ბაბუაჩემი მაგალითად რომ მოხუცდა და ნუ სულ ხის მყნობა ძალიან უყვარდა, მაგრამ სულ ჩემთან ერთად მე რომ პატარა ვიყავი ხეს ამყნობდა და სულ მეუბნებოდა რომ აი ეს მინდა რომ გაგახსენდეს რომ ჩემი დარგული ხე არის ზოგადად შენს დარგი ხე, ანუ თავისი რაღაცა აქვს, ანუ ეს უცბად ჩამოიშალა. აი მაგალითად ერთია, როდესაც მოდის რაღაცა შუა საუკუნეების ვიღაც ფეოდალი, რომელიც მეფე, რომელიც ფეოდალურ ეპოქის, რომელიც ძალაუფლებას ინარჩუნებს, სასტიკია შეიძლება, მაგრამ ის სხვა მოტივებით მოძრაობს. ის მოძრაობს რაღაცა იმ მოტივებით, რომ ჯერ ერთი ძალაუფლება შეინარჩუნოს და მეორე უფრო დიდი ქვეყანა დაუტოვოს მის შვილს. რაღაცნაირად, ანუ ასეა ის მოწყობილი. ხოლო დღეს, როდესაც მოდის სიტყვაზე დღევანდელი დიქტატორი, დღევანდელი დიქტატორმა იცის, რომ მისი შვილი ან იქნება, ან არ იქნება დიქტატორი. იმიტომ რომ დღევანდელი სისტემა სხვანაირად არის მოწყობილი, რაღაცა საყოველთაო დემოკრატია, იქ რაღაცა ისა. ამიტომ შენ ცდილობ, რომ მაქსიმალურად იშოვო, რაც გაქვს, რაღაცნაირად ეს გადამალო მერე, ანუ ტორმუზი არ გაქვს, 5 წლის მერე შეიძლება გადაგირჩიონ, 7 წლის მერე შეიძლება გადაგირჩიონ, 10 წლის მერე შეიძლება გადაგირჩიონ და ეს შენი გადარჩევის შანსი რო არსებობს, თან გადარჩევის შანსი არსებობს მასებისგან, ანუ გადაგირჩიოს ვიღაცა იმან კი არა საღი აზრზე ნოდარის დავილაპარაკე, მოვილაპარაკეთ როგორ ჯობია გავაგრძელოთ მართლობა, ასე ხო არ არის. ანუ არის რომ ვინ უფრო პოპულისტი იქნება, ამაშია კონკურსი. ვინ უფრო ზუსტად პრობლემაა. და ეს არის ზუსტად პრობლემა. ვინ უფრო მეტად მოატყუებს მოსახლეობას. კონკურსი არის მძარცველზე. მოსახლეობას ანუ მე უკეთესი მძარცველი ვიქნები, ვიდრე წინა იყო. სინამდვილეში არჩევა ხდება არა იმის ვინ იქნება უკეთესი, არამედ იმ პოლიტიკური ძალის, რომელსაც მეტ ადამიანზე აქვს გავლენა. ეს გავლენა მას აიძულებს რაღაც გარკვეული პერიოდი, სანამ გავლენა აქვს და იცის რომ გავლენა გამოიყენოს მაქსიმალურად სათავისო. ამას დაამატე ის, რომ აი აქ ინგრევა სწორედ ის თავარი პრინციპი, რაზეც დგას დემოკრატია, რომ ხალხი მიხვდება, რომ შენ ცუდად იქცევი, აკვირდება შენ საქმიანობას და უკვე მომავალში აღარ აგირჩევს. არის საუბარი სწორედ იმ ხალხზე, ვიზეც იდგა კლასიკური დემოკრატიები. თავისუფალ ადამიანებზე. თავისუფალ, ანუ მესაკუთრეებზე კი ბატონო ასევე. პასუხისმგებლიან ადამიანებზე. ცხადია, ამ აქედან ჩნდება თავისუფლება თუ არა გაქვს, მონათო ხარ ის პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს საკუთრება, უნაფლობის საკუთრება, შეიძლება იყოს შენი იმიჯი, რომელიც დაზარალდება, თუ თავისუფალი ადამიანი ვერ იქნება საკუთრების გარეშე. ეს ერთმანეთთან კავშირშია, იმიტომ რომ შენ თუ თავისუფალი არ ხარ, თუ შენ თუ საკუთრება არ გაქვს, თავისუფალი ვერ იქნები, ვიღაცის მონა უნდა იყოს, ისე ვერ გადარჩები. და შესაბამისად იმიჯის შესაბამისად დაკავშირებულია. ხო, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. უცბად, აი ის რომ თავისუფალია, ჩვენ თავისუფალი პასუხისმგებლიანი ადამიანები. რომ მივხვდებით იმას, რომ ქვეყანაში რაღაცა ცუდად მიდის. იმ შემთხვევაში თუ გაუბერა ჩვენმა არჩეულმა დემოკრატმა მმართველმა. ჩვენ გაგვჩება მექანიზმები, რომ ეს უკან დავაბრუნოთ. ეს არასდროს გარანტირებული არსად არ არის, ანუ ეგრე რომში მაგალითად კეისარი მოვიდა, ხო და დიქტატურა დამყარდა. და ანუ იქ ვერ დაიცვა იმ რაღაცა წესება. ეს კი არ არის, რომ აპრიორი დაგიცავს. მაგრამ და საბერძნეთშიც დამყარდა დიქტატურა და ეს უბრალოდ მეტი შანსი არსებობს იმისი, რომ გონიერი ადამიანები უფრო მიხვდნენ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს, ვიდრე მთელი მასა, იმიტომ რომ მთელი მასის მოტყუება, რომელიც უბრალოდ არ ფიქრობს ამ თემაზე. ნუ ანალოგია რო გავაკეთოთ,
ექიმთა კონსილიუმი შეიძლება შეცდეს გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ იმის გამო რომ ის შეიძლება შეცდეს, არ ნიშნავს რომ ჩვენ უნდა ექიმთა კონსილიუმის მაგივრად რაღაც გაურკვეველ ბინადრეთ საკუთრებთან ამხანაგობას გადაწყვეტიოთ ოპერაცია ჩატარდება თუ არა. ცხადია, მაინც კონსილიუმს უნდა ვენდოთ უფრო ვიდრე ნებისმიერ სხვა ჯგუფს. ანალოგიურად არის ამ შემთხვევაშიც.